გასული კვირის ბოლოს თბილისში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა კავკასიის ბილდი გაიმართა. გამოფენის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობა იყო. კავკასიის ბილდი ექსპო ჯორჯიას ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც უკვე 30 წელია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის იმართება. ღონისძიება წელს ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-6, მე-5 და მე-4 პავილიონებს და გარე სივრცეში მასპინძლობდა დამთვალიერებელს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან. ჯამურად გამოფენაში მონაწილეობას თითქმის 200-მდე კომპანია იღებდა. გასული 3 დღის განმავლობაში გაიმართა თემატური ღონისძიებები, ვორქშოპები და პანელური დისკუსიები. BMG-ს არაერთ გადამღებ ჯგუფში ხვდებოდით პარასკევიდან კვირის ჩათვლით ადგილზე. სიუჟეტების ნაწილი უკვე იხილა ჩვენმა მაყურებელმა, ნაწილს კი ხვალინდელი უძრავი ქონების პროსპექტის გამოშვებაში შემოგთავაზებთ. დღეს კი სტუმრებთან ერთად შევაჯამებთ სექტორის მთავარ ღონისძიებას. სტუდიაში მაკა სურგულაძე, რემაქს ჯორჯიას მასტერ ფრანჩაიზის რეგიონალური წარმომადგენლების ვიცე-პრეზიდენტი, კომპანია JETEX-ის დირექტორი რეზო მესხი და ასევე ბაჟა მებაღიშვილი, real estate-ის და თანადამფუძნებელი გვერდდებიან. დილო მშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. გალტონო მაკა, თქვენგან დავიწყოთ, როგორი იყო წლევანდელი ექსპო? გასული წლისგან განსხვავებით წელს არ იყო დეველოპერული და სამშენებლო ერთად და გაიყო შეიძლება ითქვას, რა იყო მთავარი წარმოდგენილი და რა შედეგებით დასრულდა? დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და მოგესალმებით ყველას. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა არის თქვენთან სტუმრობა და ვაჟას გამეთანხმება ალბათ ამაში. წლევანდელი გამოფენა, რომელიც გუშინ დაიხურა, საკმაოდ მასშტაბური იყო იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ მონაწილეობდა დაახლოებით 200-მდე კომპანია. ეს იყო ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლები სამშენებლო სექტორში მოღვაწე. ეს გამოფენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ აი ამ კრიზისულ პერიოდში, რა პერიოდშიც ახლა ვიმყოფებით და რა თანამდებია, ასე ვთქვათ, მოვლენებიც მისდევს ირგვლივ ჩვენს ყოველდღიურობას, ნამდვილად ესეთი მნიშვნელოვანი мотиваცია იყო ეს გამოფენა, როგორც ბიზნესისთვის, ამ შემთხვევაში სამშენებლო სფეროსთვის, ასევე საზოგადოებისთვის, რომელიც ამ სფეროს უშუალო მომხმარებელი არის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საგამოფენო ნაწილთან ერთად იყო ძალიან უხვად წარმოდგენილი საკონფერენციო ნაწილი. ამ საკონფერენციო ნაწილში ვიყავით ჩართულები ჩვენ ერთ-ერთ პანელზე. ამ ჩვენი პანელის ძირითადი თემა, რაც ჰქონდა გამოტანილი, ეს იყო ბაზრის გაყიდვების ტენდენციები და სამომხმარებლო ბაზრის ქცევის ცვლილება. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მოცულობითი თემა იყო, ამიტომ ჩვენ ვეცადეთ, რომ საბროკერო რაკურსში წარმოგვედგინა და გაგვეშალა ეს თემა. ამ პანელზე მოწვეული ყავდა უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები, საბროკერო სექტორი ძირითადად, რომელმაც თავისი, ასე ვთქვათ, მხრიდან დანახული ბაზრის ანალიზი წარმოადგინა. ახლა ბაზრის ტენდენციებზე არ შევჩერდები და თქვენ ყურადღებას არ გავამახვილებ, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში თითქმის ყველა საინფორმაციო რა ქვია, ეთერიდან გვესმის დაწვრილებითი ინფორმაცია ციფრების და მონაცემების შესახებ. უბრალოდ შეჯამება რომ გავაკეთოთ რა, ასე ვთქვათ, დასკვნაც იქნა დადებული არის ის, რომ ეს არის ნამდვილად კრიზისული ბაზარი, რომელსაც თვითგადარჩენის და თვითორგანიზების უნარი აქვს და აი ამ თვითგადარჩენის ინსტინქტი არის ჩართული და რაღაცნაირად ბაზარი ცდილობს გასვლას პოზიტიურ, ასე ვთქვათ, შედეგებზე. ამისი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, საკმაოდ მედეგები ვართ ამ კრიზისების მიმართ, როგორც აღმოჩნდა საქართველო. თუნდაც აი პანდემიის პერიოდში როგორ გამოვიდა ბაზარი და როგორ იპოვა მაგალითად თავისი, ასე ვთქვათ, თვითგადარჩენის გზა, ამისი მაგალითი ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ბაზრის ტენდენციას შევეხეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის იყო, რომ საბროკერო, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე გვქონდა ამ საკონფერენციო ნაწილში დიდი აქცენტი გაკეთებული, გამომდინარე იქიდან, რომ უძრავი ქონების სფერო თვითონ ძალიან ვრცელი და ასე ვთქვათ, სექტორული არის სფეროა, სადაც ძალიან ბევრი აქტორი არის, მათ შორის არიან, ვთქვათ, არქიტექტორები, დიზაინერები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, მშენებლები, დეველოპერები, რომლებიც ერთობლივად
ნაკლებად საერთო საბოლოო პროდუქტს ქმნიან, ეს არის უძრავი ქონება და ამ უძრავი ქონების რეალიზაციაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი საბროკერო სექტორს უჭირავს. ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკა ამას მიანიშნებს და ამის დასტურად მე შემიძლია მოვიყვანო თუნდაც Remax-ის ჩვენი კომპანიის 53 წლიანი წარმატებული ისტორია ფრენჩაიზინგში 100 ქვეყანაში. საქართველოში ეს მიმართულება შედარებით ახალგაზრდა ბიზნესი არის და ეხლა ასე ვთქვათ იკრებს როგორც ბიზნეს ინსტიტუცია თავის ძალებს და ამ ნაწილში უძრავი ქონების ასოციაცია საკმაოდ ესეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ბიზნესის განვითარებაში და აი ბოლო ასე ვთქვათ 5 წლის დინამიკას თუ დავაკვირდებით საკმაოდ პოზიტიური ასე ვთქვათ დინამიკა შეინიშნება ამ სექტორის განვითარების თვალსაზრისით, რაც გამოვლინდა, ასე ვთქვათ, უბრალოდ ვლინდება არა მხოლოდ იმაში, რომ გაზრდილი არის მომართვიანობა მომხმარებლის მხრიდან საბროკერო სექტორისადმი, არამედ ისიც, რომ ეს სპეციალობა, ეს პროფესია გაცილებით უფრო პოპულარული გახდა, ნელ-ნელა უფრო იზრდება მისი პოპულარობა და ამის დასტური არის ისიც, რომ ვთქვათ, შრომითი ბაზარის მხრიდან მოთხოვნა უკვე ესეთი ინტენსიური ჩნდება ამ სფეროში დასაქმების თვალსაზრისით. ეს იყო ის ძირითადი თემები, რაც ჩვენ გამოტანილი გვქონდა პანელზე და რაც ვთქვათ, მინდოდა რომ გამეზიარებინა ჩვენი მომხმარებლისთვის. ახლა გადავალ ასევე შედეგების შეჯამებაზე კითხვით, თქვენ რა თემები გქონდათ გამოტანილი და როგორ აფასებთ წლევადელ ექსპო ჯორჯიას, რამდენად გამართლდა ის მოლოდინები, რაც იყო და რა იყო მთავარი საკითხები, რაც გამოიტანეთ. ბუნებრივია ზუსტად ამ პანელზე იყო საუბარი იმაზე, როგორ იცვლება მომხმარებლის მოთხოვნა თუ წარმოდგენა ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე და რა როლი აქვს საბროკერო სექტორს ამ ნაწილში, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ფორმატი, რაც ჰქონდა მანამდე, გვახსოვს ყველას უძრავი ქონების კვირეულის ნაწილში, ეს ფორმატი შეიცვალა მოთხოვნიდან გამომდინარე სამშენებლო სექტორის მონაწილეთა მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზარდა, განვითარდა ამ კუთხით და გაჩნდა საჭიროება იმისი, რომ დამოუკიდებელი ღონისძიება ჩატარდეს ამ კუთხით და ეს ღონისძიება დაგეგმილი არის დეკემბრის დასაწყისში და იმედი მაქვს უფრო საინტერესო იქნება ყველა მონაწილე მხარისთვის. აი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რაც ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კავკასიის ბილდზე გამოტანილი თემები რამდენად საინტერესო იყო, რამდენად გამართლდა მოლოდინები, რამდენად აქტიურობა და ინტერესი იყო საერთაშორისო კომპანიების მხრიდან და რა მთავარი პრობლემური საკითხები და ის უმაკა საუბრობდა, რომ კოვიდის დროსაც იყო ბაზარმა გამოსავალი, თუმცა მაშინ სახელმწიფოს ჩართულობით მოხდა ეს ყველაფერი წელს, ეხლა რამდენად დგას ის საჭიროება, რომ რაღაცა სხვადასხვა ტიპის სტიმულები სჭირდებოდეს. არა, როგორც ასეთი ყოველთვის სჭირდება ხოლმე, რაც უფრო ჩართულია ამაში ამ დასტიმულირების ნაწილში სახელმწიფო ყოველთვის საინტერესოა მომხმარებლისთვის უშუალოდ ამის ინტერესი ცხადია არსებობს თვითონ დეველოპერების მიმართულებიდან დეველოპერებიც იყვნენ ამ იმაში მონაწილეები ამ კონფერენციაში და მათი მხრიდანაც ძალიან საინტერესო მესიჯები გაჟღერდა ზუსტად აი იმ მიმდინარე გამოწვევებთან რაც დღეს არსებობს რეალურად ბაზარზე. Navitsi ai სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. რამდენად მძიმეა დღესდღეობით თქვენი შეფასებით ბაზარზე სურათი თუ გაუმჯობესდა ტენდენციები, რიცხვები ვაქვეყნებთ ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, თუმცა ძირითადად აგვიანებული ტრანზაქციებია ხოლმე ორია რეალურად რა ხდება დღეს ცოცხალი რეჟიმი როგორია და აი კარგია რომ ამაზე გააკეთეთ აქცენტი, იმიტომ რომ როგორც წესი ხოლმე ეს ქმნის აი რაღაც გაუგარკვეულ გაუგებრობას, იმიტომ რომ აი აგვიანებს ამისი აღრიცხვა და შესაბამისად უკვე რაღაცა არასწორ წარმოდგენას ქმნის ხოლმე. არა, საკმაოდ რეგულირდება ამ კუთხით ბაზარი, იმიტომ რომ გვახსოვს ყველას და განსაკუთრებით თქვენს გახსოვთ, იმიტომ რომ აშუქებთ ამას აქტიურად, რამდენად შეჩერებული იყო მთლიანად უძრავი ქონების ბაზარი ამ გაყიდვების ნაწილში და ეხლა ის ტენდენცია, რასაც ვაკვირდებით, ზუსტად ეს არის, რომ რაღაცნაირად ცდილობს გამოვიდეს ბაზარი იმ კრიზისიდან, რის წინაშეც მოგვიწია ყველას რაც დადგა ჩვენს წინაშე რეალურად. რეზოსთან გადავალ შემდეგ კითხვით მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჯეტექსი წელს მეორედ იღებდა მონაწილეობას გამოფენაში, რა პროდუქციით იყო წარმოდგენილი და რამდენად აქტიური იყო მომხმარებელი როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ასევე მადლობას მოგახსენებ გამოფენის ორგანიზატორებს, მართლა ძალიან კარგად იყო ყველაფერი დაგეგმილი. როგორც ახსენეთ, ჩვენ მეორედ მივიღეთ მონაწილეობა და შარშან საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ წელს უფრო აქტიურად შემოვედით, ასე ვთქვათ, ჩვენი სტენდით, რამაც მოწონებას დაიმსახურა როგორც ვიზიტორების, ასევე ორგანიზატორების და
ვიზიტორების ჩართულობაში სიგელის მოგვანიჭეს. ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით ჩვენი მთავარი პროდუქტით, საინჟირო კომპანია JETEX-ით. მომხმარებელს გავაცანეთ რაღაც სიახლეები, რასაც ვერ გავთ ბაზარზე, გავაცანეთ ჩვენი პროდუქტი, რომელსაც უკვე აქტიურად ვაწარმოებთ. ასევე ჩვენთვის როგორც მონაწილეებისთვისაც ძალიან საინტერესო იყო გამოფენა და როგორც ვიზიტორისთვისაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩვენ სამშენებლო სექტორშიც აქტიურად შევედით უკვე ჩვენი კომპანიით, Region Construction-ით და ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი გავიცანით. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისოს, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გამოგვივიდა და უკვე ამ 2-3 დღეში ფაქტურად მივედით იმამდე, რომ რამოდენიმე თურქულ და აზერბაიჯანულ კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობა და ხელშეკრულებებზე საუბარი დავიწყეთ უკვე ჩვენი პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ასე რომ შეჯამება რომ გავაკეთოთ შარშანდელთან შედარებით ჩვენთვის ბევრად საინტერესოდ ჩაიარა ამ უფრო ნაყოფიერი და საქმეში გადათარგმნილი და ეს ალბათ ვფიქრობ რომ შარშანდელიდან გამომდინარე მიღებული გამოცდილება იყო. თუ იყო კომპანიის მხრიდან წარდგენილი ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, ის რაც ბაზარში ჭირდება, როგორც ვითარდება, ამ ნაწილში როგორ უწყობთ ფეხს თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენ ისეთ სფეროში ვართ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ყოველთვის საჭირო არის. წარმოვადგინეთ ჩვენი რამოდენიმე პროდუქტი, ეს არის კვამგამწოვი და კვამოდის ჰაერის მოდინების დემპერები, რომლის წარმოებას დავიწყეთ, რომელსაც ხვეწავთ სხვათა შორის ნელ-ნელა და სულ უფრო უკეთესი და უკეთესი გამოდის, ასევე ნელ-ნელა ვთავაზობთ ბაზარს ახალ პროდუქტებს სახანძრო სიგნალიზაციის მიმართულებით, რომელიც აბსოლუტურად განახლებული იქნება, ბევრად მარტივი როგორც სამუშაოდ, ასევე მომხმარებლისთვის ადვილად აღსაქმელი იქნება. ასე რომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ფეხი აუწყოთ განვითარებას, ბაზრის და საინტერესო გავხდეთ ჩვენი კლიენტებისთვის და ჩვენი დამკვეთებისთვის. თავარი გამოწვევა რა არის სამშენებლო ბაზარზე განვითარებისთვის? ადგილობრივ ბაზარზე რა არის ძირითადი პრობლემები, რაც ხელს გიშლით, ან უფრო მეტად დაგეხმარებოდა სხვანაირად რო იყოს ამ ნაწილში? ჩვენ პირადად, ჩვენი მთავარი მიმართულებით, რაზეც ვმუშაობთ, ანუ საინჟინრო მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა რომ იგივე ჩვენი კლიენტების, ჩვენი დამკვეთების მხრიდან მოხდეს გააზრება თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი და შესაბამისად ამის მოხმარება. და ჩვენ ვთვლით რომ საკმაოდ დიდ საქმეს ვაკეთებთ ხალხის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ამის გააზრება უნდა მოხდეს ყველას მხრიდან აბსოლუტურად. რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც არის სიცოცხლისთვის, ადამიანების სიცოცხლის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენი წელი რაც ბაზარზე ხართ და ამ დროის განმავლობაში როგორ შეიცვალა როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების მოთხოვნა და მიდგომა და ინფორმირებულობა ამ თემისადმი, ისე დეველოპერების და მსხვილი კომპანიების მხრიდან? ჩვენ მე-7 წელია ბაზარზე ვართ და ძალიან სწრაფად ხდება ცვლილებები ჩვენს კანონში ცვლილებებს გულისხმობ ჩვენი მიმართულებით უფრო და უფრო რთულდება და მეტად მკაცრი ხდება ჩვენი მომხმარებლისთვის კანონი და იტვირთება ჩვენი პროდუქტიც შესაბამისად. რაც შეეხება როგორ ვითარდება და როგორ უდგება ამას მომხმარებელი, რაზეც წელან ვისაუბრე, პროგრესი არის, მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო ხდება და ხვდებიან მნიშვნელობას ჩვენი მიმართულების, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ უფრო გაიაზრებს უყველა რამდენად აუცილებელი არის ამის მერე სწორად გამოყენება და არა მარტო მონტაჟი და ასე ვთქვათ შესრულება ამ საქმის. პარტნიორები ახსენეთ რამდენიმე, რომელი ქვეყნებიდან იყვნენ წარმოდგენილი ძირითადად და მთავარი ინტერესი ვისთანაც თქვენ დავაპარტნიორდით რა იყო ასე ვთქვათ და თუ იყვნენ ასევე ევროპული ქვეყნებიდან თუ მხოლოდ სამეზობლო შემოიფარგლეთ? ჩვენ ძირითადად შევხვდნენ სამეზობლოდან თურქეთი, აზერბაიჯანი. ძირითადად მათი ინტერესი იყო ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან მქონდა საკმაოდ ისე სწრაფ ტემპებში რაღაც საკითხებზე მოლაპარაკებები. მათი ძირითადი ინტერესი იყო ჩვენს ბაზარზე დამკვიდრება, წარმომადგენლობის გახსნა, მაღაზიების, შოურუმების გაკეთება, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარი საკმაოდ საინტერესო არის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მწარმოებლებისთვის. ჩვენც მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენთვისვე განვითარებისთვის ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებთ იგივე თურქეთი მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ხანი არის აწარმოებს ძალიან ბევრ პროდუქციას. ეს კომპანია ხა ჩვენ რომელთანაც ვსაუბრობთ უკვე 28 წელი არის, რაც წარმოებაში არის კონკრეტული პროდუქციის და
დიდი სიამოვნებით ავიღებთ მათგან გამოცდილებას, მათ ინტერესი გამოთქვეს სხვათა შორის ჩვენი ქარხნის ლიცენზირებაში და პროდუქციის ექსპორტში მონაწილეობის მიღებაში. კალტონ მაკა, ვინ იყვნენ წარმოდგენილი წელს ექსპოზე, რამდენად მრავალფეროვანი იყო ქვეყნების ჩამონათვალი, ვინც გსტუმრობდა და ამ ნაწილში ხომ არ იყო ცვლილებები არსებული ყველანაირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვიდრე გასულ წელს ჰქონდა რა შეიცვალა წელს. რამდენადაც თქვათ მე ახლა ზუსტი ისინი რა ქვია პროცენტული და ციფრებში ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო ამ გამოფენაში მონაწილეობდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, თურქები, აზერბაიჯანელები, ჩამოსულები იყვნენ ჩამოსული იყო უბრალოდ სომხეთის დელეგაცია, რომელიც საკმაოდ ისეთ მსუყეთ იყო წარმოდგენილი, საკონფერენციო ნაწილშიც იყვნენ ჩართულები სომხების დელეგაცია, ეს იყო დეველოპერთა ასოციაცია თუ არ ვცდები და იყო რამოდენიმე დეველოპერი და ასევე უძრავი ქონების იქაური მისი რა ქვია სომხეთის უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრები. შაშანდელთან შედარებით შეიძლება თქვათ ქვეყნების გეოგრაფია შედარებით უფრო შეზღუდული იყო და თქვათ შეიძლება ნაკლები ინტერესი იყო მაგალითად ესეთი დასავლური ქვეყნებიდან, თუმცა ბალტიისპირეთი იყო შორშან საკმაოდ აქტიური, პოლონეთიდანაც იყო და ძალიან ბევრი წარმატებული თანამშრომლობა შედგა კომპანიაში. მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია თქვათ ამ ქვეყნებიდან იყვნენ თუ არა, თქვენ ხარ იყო პოლონეთიდან. კი ბატონო. აი ეს ასე ვთქვათ ქვეყნები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილები. მათი ინტერესი არის საქართველოში უძრავი ქონებაში ინვესტირება, როგორც ინდივიდუალურად თუ უფრო რაღაც მსხვილ პროექტებზე საუბარი ხომ არ ქონიათ ასეთი კომუნიკაცია და რა არის მთავარი ჩვენ გამოფენის ფარგლებში ეს კომუნიკაცია არ ქონია, თუმცა ბოლო ტენდენციას თუ გადავავლებთ თვალს და იგივე ვთქვათ ჩვენი ჩემი კომპანიის აი ფრენჩაიზის დანაყოფებთან ურთიერთობის ასე ვთქვათ ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ინტერესი საცალო მომხმარებლის მხრიდან, რომელიც გაცილებით უფრო მაღალი იყო წინა წლებში, ეს ინტერესი შედარებით უფრო შესუსტებული არის და შენელებული არის გარკვეული მიზეზების გამო და ამ მიზეზებზე ძალიან კარგად ვიცით, თქვათ, აღარ შევაჩერებთ ყურადღებას. არის მოთხოვნები, ასე ვთქვათ, მსხვილი ინვესტორების მხრიდან, ახლა ყველასთვის ცნობილია და ფართოდ უკვე გაჟღერებული არის იგივე ვთქვათ MR-ის თემა დაინტერესება საქართველოს ბაზრით. ესეთი თვალებადი ტენდენციებია, მოდი ესე ვთქვათ რა. შედარებით უფრო შეცვლილი, ასე ვთქვათ, საერთო სურათი, დაინტერესება არის ვერ ვიტყვით რომ არ არის, უბრალოდ მეტი სიფრთხილეს იჩენს უცხოელი მომხმარებელი, რადგანაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ეს საცალო თუ მსხვილი ინვესტორი, პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი ჩადებული ინვესტიციის უსაფრთხოება იქნეს დაცული და აი რაღაცნაირად დაკვირვების იმაში არიან, პროცესში არიან, როგორ განვითარდება, ვთქვათ, სიტუაცია, რომ იმის მიხედვით გადაწყვეტილებებიც შესაბამისი მიიღოს. და რაც მოსალოდნელი იყო და ეხლა ცოტა ალბათ ამ ნაწილში კითხვები გაჩნდა რამდენად შეიძლება ზრდა ხო საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს არის ჯანსაღი, ასე ვთქვათ, ზრდა. ფასის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, მოთხოვნის ნაწილზე. მოთხოვნა ერთ-ერთი კომპონენტი არის ფასის წარმოებაში. მოთხოვნა შესუსტებულია, მაგრამ ფასი იზრდება. ეს ზუსტად ამას მიანიშნებს, რომ ის დანარჩენი შემადგენელი კომპონენტები, რაც არის მაგალითად იგივე საბაზისო სამშენებლო მასალების გაძვირება, ვთქვათ, ინფლაციის ეს არა ქვია თემა, იგივე რეგულაციების გამკაცრება, ვთქვათ, თებერვალში კიდევ ორი ახალი რეგულაცია დაემატა, თვითღირებულებას უზრდის პირველად ბაზარს და შესაბამისად ამაზე არის ძირითადად ეს ფასის ზრდა დამოკიდებული. ვაჟე, რა იყო მთავარი თემები, რაც დეველოპერებს გამოაქვთ როგორც მთავარი რისკი დღესდღეობით და იცი რა არის, მინდა რომ გავმიჯნოთ, ანუ ეს ღონისძიება იყო კავკასიის ბილდის და არ იყო ჩართული ამ შემთხვევაში დეველოპერები თავისი გაყიდვების ნაწილით, იმიტომ რომ ეს იქნება დეკემბერში. ხო, და ეს იქნება დეკემბერში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, აქ იყო უბრალოდ პანელზე წარმოდგენილი. კი, და აქ იყვნენ მსხვილი დეველოპერები და ძალიან საინტერესო აქცენტები, კი, ზუსტად ამაზე გავაკეთეთ ზუსტად წელს ყურადღება. რა ქვია, მიმდინარე თვეში და იქნება ის, რომ დეკემბერში ზუსტად აი ეს იმდენად ფიზიკურად როგორც აღნიშნა სამშენებლო მასალების წარმომადგენელმა უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ მიეცა
მიეცა საშუალება ამ რგოლს სრულად ჩართულიყო და ეს სივრცეც რის საშუალებასაც იძლევა, იმიტომ რომ მე მახსოვს მაგალითად შარშან ძალიან გაგუჭირდა განთავსება და ძალიან რთული იყო საორგანიზაციო ნაწილში მონაწილეობდა უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, იყო თანაორგანიზატორი და წელს უკვე მივხვდით რომ უნდა ეს რაღაცა ორი ღონისძიება დამოუკიდებლად ჩატარებულიყო, მეტი სივრცე იყო ამისთვის საჭირო და იგივე სტუმრების მოწვევის ნაწილშიც რომ სწორი თარგეთი გაკეთებულიყო და აი რაღაცა დაიგეგმა რა როლს ასრულებს ესეთი ექსპოები, რა მნიშვნელობა გააჩნია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, აგიხსნით, იმიტომ რომ ეს არის არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ექსპო არის, რაც ტარდება საქართველოში და რაც არის წარმოდგენილი და ექსპო ჯორჯია უკვე წლები ისტორიული აქტორი არის ამ კუთხით ჩვენს ბაზარზე და თვითონ მნიშვნელობას რაც შეეხება ახლა ჩვენ სუპერმანენტულად საბროკერო რგოლი მაგალითად ვაკვირდები და იგივე დეველოპერები ჩართულები არიან სოფლიოში რა ექსპოებიც ტარდება ახლა ჩინეთში არის დაუშვათ ველოდებით იგივე ამერიკაში უნდა ჩატარდეს დუბაიში იყო და შესაბამისად ჩვენი ქვეყანაც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი ცდილობს რომ თუ მათზე უკეთესია რა ნაკლები ნამდვილად არ გააკეთოს და არ ჩატარდეს ისეთი ღონისძიება რომელიც რაღაც საიმიჯოდ იქნება მადლობა, საინტერესო ექსპო იყო ნამდვილად და მადლობა თქვენ შეჯამებისთვის. ვაჟა მებახიშვილი Noble Real Estate-ის თანადამფუძნებელი, Rezo Mesxi JETEX-ის დირექტორი და მაკა სურგულაძე Remax Georgias Master Franchise-ის რეგიონალური წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი. პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.